ბატონო ირაკლი, ერთი უწყინარი შეკითხვა მაქვს, ძალიან გთხოვთ რა. ხმაწულ კაცობიდან დღემდე მარიხუანა თუ ოდის მე მოგიხმარიათ? ერთხელ გავსინჯე. ხმაწული კაცობიდან დღემდე? ვარცები კი ერთხელ. მუშტაეთის ბაღში არავითარი ეფექტი, ასე ვთქვა და დამთავრდა ამით. ანუ შესაძლოა არ მოგაწევინეს კარგად დამწიფებული ბალახი და ამიტომ. არა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იქნებოდა პირველი და უკანასკნელი. მარიხუანა თუ მოგიხმარიათ ოდეს? კი, რა თქმა უნდა. ექიმი ბრძანდებით და მაშინ ერთსაც კითხავთ. მედიცინაში მარიხუანას რა როლი აქვს? არანაირი აბსოლუტურად. შეიძლება ითქვას პირდაპირ რო ვთქვათ, გავფრინო. შეიძლება ითქვას. ხშირად ეწეოდა? არა, ერთხელ მოწია და დარჩა. თანამედროვე მედიცინაში შეიძლება რაღაცა იყოს, ხალხი რაღაც ახალი ნოვატორული აზრები შემოდიოდეს და ზოგიერთი შარდით კურნალობს და ზოგი წყლით კურნალობს. ზეთი პირიქით კიბოს კურნავს იცით არა, რომ კიბოსთვის რაღაცა სტადიის დროს საჯაროდ ვარ გაცხადებული, რომ ვემხრობ დეკრიმინალიზაციას, არ ხონდა არა მარტო მარიხუანას. მომხრე ვარ დეკრიმინალიზაციის, რა თქმა უნდა. საგაზაფხულო სესიაა ვთქვათ. და მოიტანეს კანონპროექტი ნარკოტიკის პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციის. გიფიქრიათ, მწვანე ღილაკს გამოიყენებდით კენჭისყრისას თუ წითელს? ალბათ წითელი ღილაკი, მაგრამ გააჩნია ახლა ეს ხელაღებით შავთეთ, თქვენ მწვანე და წითელი კი თქვით, მაგრამ მაინც და მაინც შავთეთ ფერებში ხატვის სურვილი უფრო აქვთ ამ ადამიანებს. მიფიქრია, საერთოდ წინააღმდეგი ვარ მაგ საკითხის. კონცერტის წინ მეც გავსინჯე. კიდე კარგი რომ ეს კონცერტი გადავიღეთ ვიდეოზე, იმიტომ რომ სცენაზე მეგონა რომ ჩემნაირი მუსიკოსი მსოფლიოში არ არსებობს. მარიხუანა თუ მოგიხმარიათ ოდეს? მე ეს მაინტერესებს. არა, ვინც. მარიხუანა თუ მოგიწევია ოდეს? აი არა. ბავშვობაში მომიხმარია მარიხუანა. არასრულწლოვან ასაკში თუ უხობიანად? სრულწლოვანშიც და შემდეგ სრულწლოვანშიც. შეგაყოლით შეიძლება? მომხრე ვართ ნარკოტიკს დეკრიმინალიზაციის. გულისხმობ ყველას, მარიხუანა არა მხოლოდ. კი. მაწული კაცობიდან დღემდე. ხო, აი ესე რომ გავთავალოთ იმიტომ. გასინჯული მაქვს, კი, პირობურად. მირჩევნია არ ვიცოდე, ვიდრე მე რამეზე ვარი ვთქვა. დასრული ადამიანი. რასაც სექტემბერში, ოქტომბერში დამწიფებული ბალახის თრობა მოსწონს. არის თუ არა მისი უფლება? არ ვიცი, ეცეთ მესე უფლება ადამიანის უფლება საერთოდ ესეთი ფრთაგაშლილი ფრაზაა. ეს იყო 76 წელს მოსკოვში. მოქცეს აზერბაიჯანელებმა გვიწილადეს მაშინ რაღაც პირველი ეს. და მე იმდენად ისე რომ ნომერის მიგრება გამიჭირდა. ამისინჯავს და ვიცი რა იდიოტობაც არის. თქვენ როგორ შეაფასებდით მარიხუანისგან მოგვრილ იდიოტობას? მე შევაფასებდი ძალიან მარტივად ამას რა. მარიხუანა მოგიხმარიათ თუ არა ოდეს? მე მაინტერესებს. კი, რა თქმა უნდა. 92-93 წლებში გამოთაყვანებული დადიოდა მთელი ახალგაზრდობა, იმიტომ რომ ყველას ჰქონდა დარგული ეს კანაფი სახლში და ეწეოდნენ და ასინჯებდნენ ერთმანეთს და კოლექტიურად კაიფობდნენ. სიცილით ვიგუდებოდი. რატო იცინოდით არ ვიცი. თუ ვინმეს უნდა ასეთი პერიოდი საქართველოში დაბრუნდეს, მე არ მინდა. მაწულ კაცობიდან დღემდე მარიხუანა თუ მოგიხმარიათ ოდეს? არა, სიგარეტი არ მომიწევი. მარიხუანას კი არ ჩემ გვარში თამბაქოს არ ეწევა არავინ. არა, ვინ? მე მყავს თქვენი მოგვარე მეგობარი და პაპიროს ეწევა. ჩემ ოჯახში პაპაჩებიდან დაწყებული. ბევრი ის ჩემი მეგობარი და სამწუხაროდ რამოდენიმე რომელიც მას მოწია და დაბოლდა დღესაც გაღიმებული დადეს. ჩანს ვიზუალურად რომ როგორ მდგომარეობაშია, რომ გასულია მომსახურების ზონა და ადამიანები მაგით დამინახავს. ოდეს მე თუ გიფიქრიათ რომ მოიხმართ მარიხუანას სანამ სააქაოში ცხოვრობთ? მართალი გითხრათ ალკოჰოლთან და მარიხუანასთან მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება. რატო არ დადიხართ სულ გაღიმებული თუ თქვენი სამეგობრო სულ გაღიმებული? დროზე მივხვდი რაც იყო. არ მომიხმარია. ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან ცუდი. მე ვარ ლიბერალური მიდგომის მომხრე. შესაბამისად, რა ფორმით განხორციელდება ჩვენთან ნარკოპოლიტიკა, ამას გვაჩვენებს პროცესი. სპორტული ცხოვრების წესით ვცხოვრობ და მხოლოდ ამის გამო არის რომ არასდროს არ გადამიწყვეტია მომეხმარა. ეს არ არის ცალკე განყენებული ზრდასრული ადამიანი, რომელიც სახში ზის და თქვენ როგორც ამბობს, აი ივანზე ზის ხის სარწეველაში პლედი აქვს მოსხმული და მოწია. კი, ესე არ ხდება. არა, ნუ ეს თქვენ ხელის მოძრაობა აჩვენებს, რომ იცით როგორ ეწევიან. მარცხენა ხელზე ვარდობ. არა, მე არა, თქვენ ესე ხო, მასა. კი ბატონო, შეუულია ხო გააკეთოს, მაგრამ მოწევას მიწოდება ჭირდება. პოზიცია, რომელიც მე ვთქვი და იმ განმარტებებში, რომელიც შემდეგ
ესე ვთქვათ, აიტაცა პრესამ აბსოლუტური არსებითი განსხვავებაა, ძალიან სერიოზული. შეგიძლიათ თავიდან გამნიმარტოთ და პირობას გაზღვევთ, რომ არ ამ ფორმატში. ფიქრიათ თქვენი არჩევანი მწვანე ღილაკი იქნება თუ წითელი? ვერ არ მიფიქრე. ოდესმე მარიხუანა თუ მოგიხმარიათ? არა. კი, მიწევია. ბალახისგან მოგრული თრობის შესახებ შეგიძლიათ რაიმე გითხრათ? თუ გახსოვთ რაიმე? არ არის დიდად საინტერესო. მარიხუანა თუ მოგიხმარიათ ოდესმე დაწყებული თქვენი ხმაწულ ქალობიდან დღევანდელ დღემდე? არასოდეს არ მომიხმარია მარიხუანა და არც დამინახავს როგორია. მე პირადად აუცილებლად დაუჭერ მხარს დეკრიმინალიზაციას. დელიკატური და რთული შეკითხვაა გითხრით. ვერ ვიხსენებ თემატიკამ. არა. არასდროს გაგისინჯავთ მარიხუანა? 2000 წელს მოვწიე მარიხუანა ბოლოს. რამდენიმეჯერ მაქვს მოწეული. მაგრამ თად კარგი იყო თქო და გადავირიეთ თქო ვერ გეტყვის ნამდვილად. ნაკლებ ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი. ნარკომომხმარებელს არ ჭირდება დაჭერა და ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. მარიხუანა თუ მოგიხმარიათ ოდესმე ეს მაინტერესებს. არა, არასდროს. კი, მომიწევია. ბალახით მოგრული თრობის შესახებ ერთი პატარა ისტორია შეგიძლიათ მოგვიყვეთ რომელიმე? შემიძლია, მაგრამ არ მოგიყვებით. არა. არასდროს. თქვენც იგივეს კითხავთ. უკაცრავად. თქვენც იგივე მინდა კითხოთ. არასდროს არ მომიწევია, ხა ერთხელ რახან ყველა ეწევა და მოწონთ მეც რომ მომეწი, ალბათ მეც მომეწონებოდა, ამიტომ ვერ იდები. არასოდეს არ გამისინჯავს მარიხუანა. არასოდეს გამისინჯავს, თუმცა ლიბერალიზაციის მომხრევა. სოხუმში კარგად მოდიოდა. და იყო სადღაც ყანა სკოლასთან ახლოს. კანაფი ახლა ჩვენსვანებმა კარგად ვიცით, იმას უკვე არ არის ანიხარო კარგად ვიცით. გამისინჯავს თქვენ ხაჭაპურში გაკეთება. არც მახსოვს, ბოლოს როდის მოხდა იქ. მაგრამ მოგიწევიათ. ალბათ წლების წინ. ლიბერალიზაციისკენ მოწავიდეთ. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. დიახ, სტუდენტობის დროს გამისინჯავს, მაგრამ მისი მომწონებელი და მოყვარული არ ყოფილა არასდროს. ნამდვილად არა. მე ამ კანონთან დაკავშირებით მაქვს ჩემი მოსაზრება. არასოდეს და ახალგაზრდებს განსაკუთრებით მოუწოდებ, რომ არასოდეს არ ქონდეთ მიდრეკილება. ციხე ნამდვილად არ არის ჩემთვის მისაღები. პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის ადამიანები არ უნდა ვიდიოდეს ციხეში და არ უნდა ხდებოდეს მისი შემოწმება აი ამ ძალიან უხეში მეთოდებით, რომლითაც ხდება. ამიტომ ამ ნაწილში მეც უერთდები საზოგადოებრივ კონსენსუსს. ოდესმე მარიხუანა თუ გაგისინჯავთ? არა. მე 27 წელია არ მომიწევიათ თამბაქო. ალბათობა იმისა რომ ოდესმე გასინჯავთ? არ ვიცი, ვერ გეტყვით. მანამდე გამისინჯავს. არ დაგიმალავთ სპორტული ინტერესისთვის გასინჯული მაქვს. დეკრიმინალიზაცია მოხდეს და პირადი მოხმარებისთვის ადამიანები არ იხდიდნენ საპატიმროში სასჯელს. ვინც ამას მოიხმარს რეგულარულად, გარწმუნებთ რომ ძალიან სერიოზულად ილექება ადამიანის ჯანმრთელობაზე. კი, ახალგაზრდობაში მომიწევია. ჩვენ ახალგაზრდებს შეუქმნათ ჯანსაღი ცხოვრების წესი. მე მხარს ვუჭერ დეკრიმინალიზაციას კერძო მოხმარებისთვის. რაფერი სასიამოვნო არ არის ახალგაზრდებმა მარიხუანის მოწევით შეიქციონ თავი. მოგიწევიათ ოდესმე მარიხუანა? ძალიან ცოტაჯერ. მარტო კი ან არა უნდა მივჩერდოთ, ძალიან ცოტა დროს აი, კიდე არ არის. მართლა. კიდე არის გამო მოშევაწოდეთ. ყველაზე ნაკლებად კომპეტენტური ვარ მაგ საკითხში. არასოდეს. და არც ვაპირებ რომ გავსინჯო და არც სხვას ურჩევ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტურად სასტარტო ნარკოტიკი. მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჯდებოდნენ. რა სტატისტიკაა რომ გითხრათ, ანუ რა კვლევაზე დაყრდნობით? სტატისტიკებია, ამის შეგიძლიათ თქვენს მოიძიოთ. არასდროს. სტუნება არ ქონიათ? არასდროს. აი სამეგობრო კამპანიაში თუ ყოფილხართ სადაც ეწევიან. არა, სახელმწიფომ დეკრიმინალიზაციის მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადადგას. მიუხედავად იმისა, რომ მე არც თავად ვარ მომხმარებელი, რომც ასე ყოფილიყო არ დაგიმალავდით, მაგრამ კითხვაზე პასუხობ პირდაპირ. მომიწევია. მერჯერ არა, მაგრამ მომიწევია. მარიხუანა თუ მოგიწევია? კი. თანხმდებით სულ ყველანი, რომ ადამიანი მოხმარებისთვის ნამდვილად არ უნდა იჯდეს ციხეში. უცბად რო გითხრათ, მე ღვინის მოყვარული უფრო ვარ, ვიდრე მარიხუანასი, მაგრამ გამისინჯავს ნამდვილად. შეხვიდე საზოგადოებრივ ადგილზე, წააყვინთაო, წააკემარო, ანიცინა უაზროთ, ესა იქცეოდე რა, როგორც შენ გინდა და არავის ხმა არ გაქცეს. პოლიცია. რო ისე, თუ გააკეთე ისე და იყავი ისე და პასუხიც აგე. მე ვიცი ამაზე ყველაფერს მოვიყოდი.